ბოლო წუთია უკვე მატჩის. არ ვაგებთ ამ შესაძლოა ციკლში, მაგრამ არც ვიგებთ. თუმცა თუ საბერძნეთთან სტუმრად მოპოვებული ფრე კარგი იყო ისრაელთან საკუთარ მოედანზე მაინც მივიჩნიეთ რომ დადებითი შედეგი ამას დადებიც ვერანაირად ვერ უწოდებთ ეს ქულა საქართველოს ნაკრებისათვის არის ალბათ კატასტროფა რამდენად შეესაბამება ამ სიტუაციას მაგრამ დღეს იყო აუცილებელი გამარჯვება 4 წუთია დამატებული 4 წუთი იმედის 4 წუთი ალბათ ნუ შეიძლება გოლი გავიტანოთ და მიუხედავად არც დამაჯერებელი თამაშია 3 ქულა მოიპოვა დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარცხენა ფრთაზე გადავალთ თამაში საქართველოს ფეხბურთელებს ჩაწოდება თავით დარტყმა და 1-0 გავიდა გოლი მაინც სირაძე გატანილი გოლის ავტორი საჯის მიერ კომპენსირებულ დროს გავიდა გოლი დავით სირაძე გახდა გატანილი გოლის ავტორი როგორც იქნა 90 წუთი არ იყო საკმარისი და 91 წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შეძლეს და მაინც გაიტანეს გოლი. განმეორებით ეს ეპიზოდი ჩაწოდება და სირაძემ თავით ძალიან კარგად დაარტყა და გაიტანა გოლი. მეტოქის კარში დავით სირაძე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში მე-6 გოლი გაიტანა. ძალიან კარგი. 1-0 საქართველოს ეროვნული ნაკრები გავიდა წინ მატჩის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არ ვიცი ახლა უბრალოდ ყურადღებით თამაშია ელემენტარულად ყურადღებით თამაშია საჭირო იმისათვის რომ ეს გამარჯვება შევინარჩუნოთ თამაში არის უამრავი გარემოება მიზეზი ალბათ მაგრამ არის უამრავი მიზეზი უკმაყოფილების მაგრამ თავარი შედეგი ტაბლოზე დაფიქსირდა 1-0 საქართველოს ნაკრები იგებს